ერთ დღესაც, როცა რუტინულ საქმეებში ვიყავი გართული, უცნაური წერილი მივიღე. გამარჯობა ანდრეი. ეს არის ჩვენი უკვე ინდოეთის ოკეანე. აქ არის საჩუქი ჩანს. ოდა მეგობრების. ამ დროს უნდა გენახათ ჩემი აღფრთოვანებული და თან გაკვირვებული სახე. რა თქმა უნდა, დავამყარე კონტაქტი, მოვაგვარეთ ძირითადი თემები და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვიზა ვერ მოგვარდა. არ მინდოდა შემეცვალა კალიბრი და დავიწყე მსგავსი საინტერესო ქვეყნის მოძიება. საბოლოოდ ირანზე შევჯერდი, მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩემი ირანში წასვლის შანსი თვალსა და ხელშუა ილეოდა. ორი ჩავარდნილი მოგზაურობის შემდეგ, მესამე სულ მცირე ერთი შეხედვით, არანაკლები უნდა ყოფილიყო. მომზადების დროც დიდად არ მქონდა, გადაღებაც მეჩქარებოდა, ამიტომ და კი, მე ომანში ვარ. ყველაზე არაახლო აღმოსავლურ ქვეყანაში. ჩუმ ჩრდილში მყოფ სახელმწიფოში. ახლა ასეთ რაღაცას ვიტყვი და დამეთანხმებით. ომანის მეზობლები არიან ახალგაზრდა, ამბიციური, ძლიერი სახელმწიფოები, რომლებიც ერთმანეთს განსაკუთრებულობის დატოლებაში ეჯიბრებიან. ომანი მათ ფონზე არის ან იყოს, არ ვიტყვით და ბოლოში ერთად გავაკეთოთ ეს დასკვნა. როგორი წარმოგიდგენიათ ახლო აღმოსავლეთი? ან გაუთავებელი ომიდან გრევა, ან პირიქით. ცივილიზაციის განვითარების პიკი, ცათამბჯენები, ვერტიკალურად მზარდი ქალაქები, ჰორიზონტალურად მზარდი ამბიციები, უსასრულო შეჯიბრი კონკურსებში, ვინ უფრო გრანდიოზულ შოუს მოაწყობს, ვინ უფრო გამორჩეულ მეგაპროექტს ააშენებს, ვინ უფრო ცნობილ ხალხს ჩამოიყვანს. მაგრამ მე ჩამოვედი ქვეყანაში, სადაც სიჩუმე უყვართ. ომანი მეზობლების ფონზე მოკრძალებული, თავდაჯერებული, თვითკმარი და ბედნიერი ქვეყანაა, რომელსაც არავისთან არაფერი აქვს დასამტკიცებელი. ქვეყანა, რომელსაც ანტი-დუბაის სახელით იცნობენ. აქ ხალხმა რეგიონისთვის დამახასიათებელი არა მდიდრული მარიაჟობა, არამედ ერთმანეთით თკბობა, ერთმანეთის უანგაროდ დახმარება, გატანა და ომანელებისთვის საკვანძო. თანამშრომლობა ისწავლა. მოდით ერთად გავიგოთ, როგორ ახერხებს არც თუ ისე მდიდარი ომანი ძალიან მდიდრულად და თავმდაბლურად ცხოვრებას. როგორ ცხოვრობენ ადგილობრივები, რა სჭამენ, სად მუშაობენ, რით ერთობიან. დავათვალიეროთ ვადი, ოკეანე, ზღვა, გავარკვიოთ ხელფასები და მაღაზიის ფასები. რატომ არასდროს არის საცობები ქვეყანაში, სადაც ყველას მინიმუმ ერთი მანქანა ყავს და რაც მთავარია, გავიგოთ, როგორ შეძლო ომანმა ის, რომ მის შიდა და საგარეო საქმეებში ჩარევას ვერავინ ბედავს, ხოლო თვითონ კი სამყაროში ყველაზე ცხელ რეგიონში, ყველაზე ნეიტრალური სახელმწიფო. მოდით, ერთად აღმოვაჩინოთ სულ სხვანაირი ომანი. სანამ დავიწყებთ, უნდა გაჩვენოთ, ვინ იქნება ჩემი თანამგზავრი ამ თავგადასავალში. ახლა საბარგულს გავხსნით და ჩავდოთ. იმისათვის, რომ ამ მანქანას ჩავსხეთ, ჯერ აი ესე ვაკეთებთ, მერე ოპ, გაიხსნა. მე ზოგადად მანქანები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით კი გერმანული კლასიკა. ჩემი ახალი ჩინური მეგზურგი იმაზე უფრო მისტიური აღმოჩნდა, ვიდრე თავად ჩინეთი. მთელი ეს დღეები მისი უცნაურობების გადაწყვეტაში უფრო ვიყავი გართული, ვიდრე ომანელებზე ფიქრით. და არა უშავს, თუ მისი მონიტორი ქართულ პოლიტიკურ ბილბორდებზე დიდია. რესტორანში რომ მოვაქვთ ხინკალი, ხომ იცით, ოვალურ სინზე, აი ეგ არის ზუსტად. ანუ მრგვალი არ არის, ოვალურია. ეს რაღაც თანამედროვე გადაწყვეტილებები დავქოქოთ მანქანა. აქ გვაქვს ტელევიზორი, სპიდომეტრი, აი ეს რაღაც საშინელება არის ტახომეტრი, აქ გიჩვენებს წვას და მთავარ მენიუდ გამოტანილი არის საბურავების წნევა. რა, მე არ მომწონს რა. ავიღეთ ყავა. ახლა მინდა რომ ეს ყავა ჩვენი ლამაზი ჩანგანის აი ესე ჩასადებში მოვათავსო. თუ ვიწყებ ჩადებას, აი ნახეთ, ეს ედება ყავის ხუფი ედება და იხსნება ყავა. და მერე იღვრება უკვე. რომ არ იფიქროთ, რომ წინა შემთხვევაში ყავის ჭიქებში იყო პრობლემა, ახლა სხვაგან ვეყიდეთ ყავა და ნახეთ, ჩაიდო. ერთი ყავა ჩავდეთ. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამით პრობლემა მოგვარდა,
მოტყუდებით. რა უყოთ მეორე ყავას, რომელიც წესით უნდა ჩაიდეს. ცადო ჩადევა, всё. ამაზე მეტი არ ჩადის. ანუ აი ეს აქ არის, ეს ზევით არის. იქნებ დიზაინერული გათვლა არის პირიქით, რომ ძღოლთან ახლოს იყოს ყავა, მაგრამ არც ისე ადვილად არ მოდის. აი ამ იმედი არ ჩაიყვარა. მოკლედ, ვისაც არ გინდათ მოსაწყენი ცხოვრება გქონდეთ, აუცილებლად იყიდეთ ან სულ მცირე იქირავეთ ჩანგალი. არა უშავს თუ ნახევარი მანქანა აღარ მუშაობდა თუ ტელეფონს დაუერთებდი. ავიტანდი იმასაც, რომ საჭე ეფარებოდა მაჩვენებლების დაფას, მაგრამ რაღაცები მაინც ვერ გავიგე და ისე ვიყავი, როგორც ჩვენი პაპა-ბებოები, როცა ფანრიანი Nokia-დან Android-ზე გადადიან. რადგან უკვე მოგიყევით ჩემი თანამგზავრის შესახებ, ახლა მოდით გავარკვიოთ, საერთოდ სად არის ომანი და სად ვიმყოფებოდი მე. ომანი მდებარეობს ახლო აღმოსავლეთში, მსოფლიოში ყველაზე ცხელ და ფეთქებად რეგიონში. ტერიტორიულად ის ფინეთზე ოდნავ პატარა სახელმწიფოა. მოსახლეობა 5,5 მილიონამდეა. დააკვირდით რუკას. გვერდით ან ყველა ომობს, ან ყველა პროქსი ძალებს ასპონსორებს. ისე ხომ იცით, სადაც არ უნდა ვიმოგზაუროთ, სადაც არ უნდა წავიდეთ. არის რაღაცები, რაც ზედაპირზე, პირველივე კონტაქტის დროს ჩანს, ანუ ყველაზე თვალშისაცემი. ასეთი ომანის შემთხვევაში არის არქიტექტურა და მერე გზები. გზებს აუცილებლად დაუბრუნდები, მაგრამ სანამ მაყურებელი იტყვის, იქნებ ეს ბიჭი ომანის დედაქალაქში კი არ ჩაფრინდა, სადღაც პატარა ქალაქში დაბოდიალობს. აბა სად არის მაშინ ახლო აღმოსავლური მეგაპროექტები, ცათამბჯენები, ხმაურიანი შოუები, სუპერქარები, ჩვენი ანრი შუშები და გინესის რეკორდები? გეტყვით რომ? არა, ომანი მოიაზრება როგორც ანტიდუბაი. აქ ცხოვრობს უფრო კონსერვატორი საზოგადოება, შესაბამისად, მათი ეს მსოფლმხედველობა აისახება მათ შორის არქიტექტურაში. თან დააკვირდით, ყველა შენობა არის თეთრი. ზოგადად სულთან ქაბუსის გადაწყვეტილება იყო, რომ განაშენიანება არ წასულიყო ვერტიკალურად, ის ყოფილიყო ჰორიზონტალური. შეზღუდული არის აქ მრავალსართულიანი შენობების აღმართვა და სხვათა შორის სულთანი ფიქრობდა, რომ მასკატი ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა და ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოექცეს მრავალსართულიანი შუშის შენობების ჭრილში. ნახეთ, ქალაქის ცენტრში შესაძლებელია 5 მაქსიმუმ 8 სართულიანი შენობის აშენება და ამას ემატება კიდევ ერთი მიზეზი. ომანი მდებარეობს სეისმოაქტიურ ზონაში, შესაბამისად ცათამბჯენის შენება უფრო ძვირი და რისკიანია. როგორც უკვე გითხარით და თქვენ შენიშნავთ, აქ ყველაფერი არის ან თეთრი სელფერი, ასეთ შეიძლება იყოს სპილოს ლურისფერი. ამას აკეთებენ ორი მიზეზით. პირველი ეს არის ტრადიციული ისლამურ და ომანურ არქიტექტურაში თეთრ ფერს ენიჭება უპირატესობა, შესაბამისად ეს სტილი დაცული არის. ამით ხაზს უსვამენ წარსულის თვითმყოფადობას და ესთეტიკურ მთლიანობას და მეორე მიიჩნევა, რომ თეთრი ფერი ოდნავ უკეთ ირეკლავს მზისხივებს და შენობაში შედარებით სიგრილი არის, მაგრამ დამიჯერეთ კონდიციონერი თუ არ იქნება, აზრი არ აქვს, თეთრად შეღებავენ ვარდისფრად, შავად თუ ნებისმიერ ფრად. მაინც იცხე იქნება. სიმართლე გითხრათ, შერეული შთაბეჭდილებები მაქვს, მომწონს თუ არ მომწონს. ერთი შეხედვით უცხო არის ჩვენთვის ასეთი ერთფეროვანი სითეთრე, მაგრამ მეორე მხრივ ამ ხალხს ეს მოსწონს, პატივს სცემს და ეს პირიქით მათ ეროვნულ იდენტობას უსვამს ხაზს. მე პირადად სიმართლე გითხრათ, დიდი ხანი რომ გავჩერდი აქ, ალბათ ჩემთვის უფრო მომაბეზრებელი გახდებოდა. ასევე რასაც პირველივე დღეს შეამჩნევთ, ეს არის თუ როგორ უყვართ ომანში ყვავილები. ძალიან ბევრი ყვავილები. დასუფთავებაზე და გამწვანებაზე კი დღეღამის ყველა პერიოდში მუშაობენ. სერიოზულად, ომანის ქუჩები და გზები ისეთი სუფთაა, რომ მასკატის ბულვარი საერთოდ სარკესავით ირეკლავს. ქუჩებს ალაგებენ შეუჩერებლად, უდაბნოდან წამოსულ მტვერსაც არ აჩერებენ. ამას ამჩნევ მალევე, მაგრამ ნახეთ, გამწვანებაზე და ყვავილებზე არა მხოლოდ სპეციალური დასუფთავების სამსახური ზრუნავს, არამედ ადგილობრივებიც კი, რაც დასაფასებელია. ახლა შევესწარი ძალიან საინტერესო ამბავს. ომანში ყვავილები უყვართ, გიждდებიან. ყვავილებს შეხვდებით ყველგან, ქუჩებში, ქალაქებში, პროსპექტებზე, სადაც კი შეიძლება რომ ყვავილი დარგოს, აუცილებლად დარგავენ. ხო და წრიულ მოძრაობაზე, როდესაც გავედით, ცხრები საიდან აღმოჩნდნენ არ ვიცი, მაგრამ ჭამდნენ ამ ყვავილებს. ერთი მხრიდან გააჩერა ერთმა მანქანამ, გაყარა ცხრები, წავიდა. და სანამ მოbrundით, ანუ ეს ცხრები გადმოვიდნენ მეორე მხარეს, იქ ჭამდნენ, სხვა მანქანამ გააჩერა და გაყარა. ანუ იმის თქმა მინდა რომ ძალიან უვლიან თავის მცენარეებს. შეიძლება ეს იმიტომ რომ ცოტა აქვთ და სხვანაირად აფასებენ, მაგრამ სასიამოვნო იყო ამის დანახვა. იმ დროს როცა ბულვარში ვსეირნობდი, მოულოდნელი რაღაც მოხდა. ახლა ვსეირნობდი ბულვარში. ასეთი რაღაცები მარტო მე თუ დამემართება და
ვიღაც ასაკ შესულ ტიპი მაჩერებს და მეკითხება მოგწონს საქაურობა და მე კი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ძალიან სუფთა არის, მოვლილი არის ყველაფერი და მე მეუბნება რომ მესაუბრა რაღაცებზე და მე მეუბნება რომ მეც ვინ ვარო და ვინმე თქინა გარემოს დაცვის მინისტრი ვიყავი 10 წელი. აი ეს არის ჩვენი ახალი მეგობარი. რა თქმა უნდა, ხელიდან შანსი არ გაუშვი, რაღაცები მეც მეკითხა. Anywhere in Oman, you will see it is a clean. Of course, we have some little problems, but I think mostly Oman is very clean, and I think because we have to take care of that. The cabinet they take care of that. We had. Because of that, we had a Ministry of Environment and Climate Affairs and we were the first country. We established a ministry in Arab countries. We have as well municipalities everywhere in Oman, even in small villages, taking care of cleaning of that villages, towns, and cities. მე შვედეთში მეგონა კარგი გზები, მაგრამ ომანი საერთოდ სხვა დონეზე აღმოჩნდა. მკვდარი უდაბნო, რთული კლიმატური პირობებით და ამ პირობებში ახერხებენ საუკეთესო გზები ჰქონდეთ. მაყურებელი დრონის კადრებიდან შენიშნავდა, რომ ომანში გზები საკმაოდ მაღალი არა, ძალიან მაღალი ხარისხის არის. პირადად მე სადაც არ უნდა წავსულიყავი, ეს იქნებოდა მასკატი, ეს იქნებოდა ნიზვა, ეს იქნებოდა სოფლები, გარეუბნები და ასე შემდეგ, გზები აბსოლუტურად ყველგან თანაბრად მაღალი ხარისხის იყო. სწორი ჩაკერებების, ხრელების გარეშე ჩვენთან რო არის, ხო იცით, ერთხელ რო ჩაარტყავ, მე იმაზე ფიქრობ, რომ მთელი ხელფასი არ მოგიწიოს დაგეხარჯოს დაშლებში და მაღაზიებში. ასევე მთელი ომანის მასშტაბით ეს გზები არამხოლოდ კარგად და თანაბრად არის დაგებული, არამედ დახაზულიც არის იდეალურად ზუსტად, თეთრი ფერით, ყვითელი ფერით, როგორიც საჭირო იქნება. თითქოს ემზადებოდნენ, რომ სკანდინავიური ურბანისტიკის პრეზენტაცია ჩაეტარებინათ. ომანში არის ასეთი პრინციპი, თუ ვაკეთებთ რამეს, ვაკეთებთ ადამიანურად და სხვანაირად რომ დავფიქრდეთ ამ ქვეყნის გეოგრაფიიდან გამომდინარე, ალბათ არც გამოვიდოდა, იმიტომ რომ მთები, ქვიშები, უდაბნოები, ქარი და ასე შემდეგ და იცის ზოგჯერ გაუთავებელი წვიმებიც, თუ შენ უხარისხოდ გააკეთებ, აუცილებლად გაფუჭდება. როგორ უყურებდა სულთან ქაბუსი გზების ამბავს? არ გვინდა ჩვენ რაღაც 300 მეტრიანი ძეგლები, ცათამბჯენები და ასე შემდეგ, ქვეყანა უნდა იყოს აუცილებლად მაღალგამტარუნარიანი, იმიტომ რომ მას აქვს სტრატეგიული დანიშნულება, შესაბამისად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სტრატეგიული დანიშნულება კიდევ უფრო ავამაღლოთ. 1,5 მილიონიან მასკატში საცობები თითქმის არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ფეხით თითქმის არავინ მოძრაობს და ყველა მანქანით დადის, საცობი პრაქტიკულად არ არსებობს. გადაადგილება A პუნქტიდან B პუნქტამდე კი სწრაფად ხდება. განიერ გზებზე დაშვებული არის 100 კმ/სთ და არ დაგავიწყეთ საუბარი მაქვს ქალაქზე. და კიდევ რა არის, იცით? ანუ გზები ხომ განიერი არის, 4 ზოლიანი არის ყველაზე ხშირი და ამ 4 ზოლიან გზებს ყოველთვის აქვს ცალკე კიდევ შენაკადები. ანუ ჩვენთან როგორც ხდება, რომ ერთი ზოლიდან უწევს მეორეში გადმოვიდეს და ამით სხვასაც ხელს უშლის და მთელ ნაკადს აყოვნებს, აქ მაგის შანსი არ არის. ანუ ფიზიკურად შეუძლებელი არის, ან ჩადგები და სწორად წახვალ, ან არასწორად ჩადგები და ვერ წახვალ. ამიტომ ეს პრინციპი, აი ფართო განაწილება შუქნიშნების და გზების აქ იდეალურად მუშაობს. 1 ზოლი, 2 ზოლი, 3 ზოლი. ეს არის ვინც მივდივართ მარცხნივ. დანარჩენები 1, 2, 3, 4 მიდიან წინ. სულთნის მიდგომა იყო შემდეგი. კონტრაქტს მიიღებს არა ის კომპანია, რომელიც სამეფო ოჯახთან დაახლოებული ადამიანის არის, არამედ მხოლოდ ის, ვინც პირველ რიგში საქმით დაამტკიცებს, რომ შეუძლია ამ კონტრაქტის შესრულება. საბოლოოდ ნახეთ რა მიიღეს, რომ ომანს არა მხოლოდ რეგიონში აქვს საუკეთესო გზები, არამედ გზების ხარისხის ინდექსი უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის შვედეთი, ნორვეგია, საფრანგეთი, ესპანეთი და ასე შემდეგ. და მეგობრებო, აქ არ არის მთავარი რესურსები. რესურსები კატარს უფრო მეტი აქვს, გერმანიას უფრო მეტი აქვს, საფრანგეთს უფრო მეტი აქვს. თავარი არის ნება და ეს პოლიტიკური ნება ომანში აქვთ. მოემზადეთ. მივდივართ ყველაზე მისტიურ სოფელში, რომლის მოსახლეობა ერთ ღამეში გაიქცა. ადგილობრივები ყვებიან, რომ აქ ღამე თუ მოხვდები, სიარულის ხმას გაიგებ, მაგრამ ვერ დაინახავ ვინ დადის. ზოგიერთ სახლში კი ცეცხლი ფშუტავს. ისმის კარის მოჯახუნების ხმა. სახლებს არ უყვართ ახალი ადამიანების ხილვა. ისინი ძველ პატრონებს მისდირიან. ამბობენ, რომ ხალხის გაქცევის მიზეზი არავინ იცის. ზოგი ყვება, რომ ცუდი ნიშანი იხილეს, ზოგი ამბობს, რომ ჯინი დადიოდა ქუჩაში,
ზოგი გარწმუნებთ, რომ სოფელს დიდი წყევლა აქვთ. შეხედეთ, რა მისტიურია ეს ყველაფერი. ეს არც თუ ისე პატარა სოფელი, ისე გამოიყურება თითქოს აქ ომი იყო, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი იყო, პანდემია, ზომბი აპოკალიფსი და ასე შემდეგ. თუმცა არა. თქვენ ახლა რასაც ხედავთ, ეს არის იმიდან გამოწვეული, რაც ბევრ სოფელს მაგალითად საქართველოში ემართება. ახალგაზრდების უდიდესი გადინება. არა მხოლოდ ახალგაზრდების, რა თქმა უნდა. როცა აწონდაწონა მოსახლეობამ 70-იანებში ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ომანის ეკონომიკის ბუმი დაიწყო, შესაბამისად დაფიქრდნენ და თქვეს, რომ რამდენად ღირს აქ ვიცხოვროთ, ვარემონტოთ, უზარმაზარ რესურსები დავხარჯოთ, ეს ჯობია, თუ ჯობია წავიდეთ მასკატში, წავიდეთ ნიზვაში და ახალაშენებულ კორპუსებში გადავცხოვრდეთ. მაგრამ მთავარი მიზეზი ამ ყველაფერთან ერთად იყო ის, რაც წინ გითხარით. ახალგაზრდების მასიური გადინება. რა უნდა ეკეთებინათ აქ? არც არაფერი. აქ განათლებას ვერ მიიღებდნენ, ვერ გაერთობოდნენ, ახალ ადამიანებს ვერ გაიცნობდნენ, უბრალოდ ვერ განვითარდებოდნენ, წინ ვერ წავიდოდნენ. შესაბამისად, თქვენ ახლა რასაც ხედავთ, თითქოს რა არის, ხო ახალგაზრდების გადინება, მაგრამ როგორც ფაქტი გვაჩვენებს, ეს არანაკლებია ვიდრე ომი, ვიდრე ეპიდემია, ვიდრე დამანგრეველი მიწისძვრები და ასე შემდეგ. 60-70-იანებში აქ სიცოცხლე ჩქეფდა, მაგრამ დღეს ის გადაიქცა უბრალოდ მოჩვენება დასახლებად. მაქსიმუმ ახლა რითაც იქცევს ყურადღებას, ეს იერსახე არის, მოდიან ტურისტები, უყურებენ სურათებს იღებენ და ასე შემდეგ. და სახლებში, აი ზოგ სახლში როგორი სიტუაცია არის, იცით, რომ შედიხარ, ჯერ კიდევ რაღაცები არის დარჩენილი. კი, რამდენი წელი გავიდა, მაგრამ ყველა ერთად ხო არ წავიდა, ნელ-ნელა გადიოდნენ და ზოგში ისეთი ატმოსფერო იგრძნო, აი თითქოს გუშინ გავიდნენ, ისე არის დატოვებული. რაღაც პატარა კოსმეტიკური რემონტი, აი ბოლო მცდელობა, ბოლო იმედი რო არის, რომ აი ამ ერთხელაც გავაკეთოთ, ამ ერთხელაც მივცეთ ჩვენ საცხოვრებელს შანსი და მერე გავიდეთ. აი ამ ბრძოლაში დანებდნენ და წავიდნენ. ომანში დილით და საღამოს არის სასიამოვნო ტემპერატურა. როცა ჯერ მზე არ არის ბოლომდე ამოსული, ამ პირიქით ჩასული არ არის. და შეგიძლია თქვენ შესაფერისად ჩაიცვათ, მაგალითად, პერანგი, ჰუდი და ასე შემდეგ. აი შუა დღეს არის კატასტროფა. იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ძალიან ცხელა, კი აქ მანქანით გადაადგილდები და რამე, მაგრამ გარეთაც ხო გინდა გასვლა. მერე თუ დაუბერავს ოდნავ ქარი, ამოყრის ქვიშებს და არის ძალიან არაკომფორტული. და ასეთ გარემოში იღლები, რაღაცნაირად იღლები, ფსიქოლოგიურადაც, ფიზიკურადაც და მოშვებული ხარ, კარგავ კონცენტრაციის უნარს. და ვინც ფიქრობს, რომ ყავა არის გადარჩენა, არც მასე არ არის, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ, მე პირადად არ მომეწონა. ან დიდად არაღვთავანდი აქაური ყავა. ჩაი კი ბატონო, ძალიან კარგია, მაგრამ ყავა არა. საბედნიეროდ ამ შემთხვევაში მე გადამარჩინა brain optimizer-მა. დილით ვსვავ ჩვეულებრივად და თითქმის მთელი დღის განმავლობაში ვინარჩუნებ მაღალ კონცენტრაციას. შესაძლოა შეგიძლიათ მიბრძანდეთ ვაჟა-ფშაველას 12-ში ან გამოიწეროთ საიტიდან. მე იმ თანმიმდევრობით მინდა გაგაცნოთ ომანი, როგორც მე მომიწია. შეიძლება ცოტა ქაოსურად იყოს, მაგრამ მინდა ჩემი მაყურებელს იმ გზას გადიოდეს ამ ქვეყნის შემეცნებაში, რასაც მე გავდიოდი. რადგან ალჰამრას მიტოვებული სახლები გაჩვენეთ და უზრავ ქონებას შევეხეთ, უნდა მოგიყვეთ ერთ გასაოცარ ფაქტზე და დაფიქრდით, აქ სახელმწიფო რამდენად ცდილობს მოქალაქის კეთილდღეობა დააკმაყოფილოს. ასევე რამდენჯერმე ვახსენე სულთან ქაბუსი, მაგრამ ჯერ არ ვისაუბროთ მასზე. ყველაფერს თავის დრო აქვს. მანამდე სულთან ქაბუსის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე მოგიყვებით და ეს გადაწყვეტილება მდგომარეობდა იმაში, რომ ომანელი ომანში სახლის გარეშე არ უნდა ყოფილიყო. და არც არავინ არის უსახლკარო, ამას მიაღწიეს. თქვენი აზრით, ომანში იპოთეკურ სესხზე რამდენი არის პროცენტი? 1-დან 4%-მდე. სახელმწიფო აქ მოქალაქეებს ეუბნება, რომ შენ არ უნდა იცხოვრო ქირით, ომანელმა ქირით არ უნდა იცხოვროს, ეს არის საბაზისო მინიმუმი. და ასევე მოქალაქემ მთელი თავის დარჩენილი ცხოვრება არ უნდა გაატაროს ბანკის ვალების გადახდაში. მაგრამ ეს უფასო არ არის, გინდა სახლი? კი ბატონო, არანაირი პრობლემა არ არის. ისკამ პროგრამის მეშვეობით მოგცემთ ფულს და მინიმალურ პროცენტს დაგიწესებთ. ეს იპოთეკა არ არის, ეს არის უბრალოდ ნდობა. ანუ თავის ხალხს ეუბნება, რომ
მე შენთვის ბანკი კი არ ვარ, მე შენთვის ვარ სახელმწიფო, იგივე შენი სახლი. მარტივია თუ არა იპოთეკური სესხის აღება. პირველ რიგში შენ უნდა შეიტანო საბუთები და ოფიციალურად დაადასტურო, რომ არანაირ უძრავ ქონებას არ ფლობ და მერე მეორე. აუცილებლად უნდა იყო ომანელი. აქ თავარი იდეა არის ის, რომ სახელმწიფო საცხოვრებელი სახლის ფლობას აქცევს ნორმად და არა სასწაულად. სახელმწიფო ცდილობს მოქალაქეს ხვალინდელი დღის რწმენა შეუქმნას და ოჯახური ფასეულობები სტაბილურობასთან და ნდობასთან დააკავშიროს. თუ ომანში წასვლას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის 14 დღე უიზოა. ასევე უნდა გაითვალისწინოთ აქაური ფული, ომანური რეალი. 100 ამერიკული დოლარი არის 37 ომანური რეალი. 1 რეალი არის დაახლოებით 7 ლარი. და ესენი რომ შეჩვეული არიან ასეთ კურსს, ყველაფერზე ამბობენ, რომ იაფია, მიდი იყიდე იაფი, ანუ ერთი ამათ გონიათ, რომ აი მაგალითად 5 ომანური რეალი არის ჩვენთვის იაფი. 5 ომანური რეალი გამოდის დაახლოებით 35 ლარი, რაც ძალიან წვრილმანი ნივთისთვის არ არის, მაგალითად იაფი. რადგან ფულზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მოდი გავაკეთოთ ტრადიციული რუბრიკა. რა ღირს მანდ ცხოვრება. იანვრიდან კარფური გავიდა, მაგრამ მცირე რებრენდინგი ჰქონდათ და HyperX-ი დაარქვეს ახალ მაღაზიას. თუმცა რომ შევადაროთ ახლა კარფური, იგივე არის, შეიძლება სახელი შეცვალეს, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი იგივე დატოვეს. 9 ლიტრიანი წყალი, 42 თეთრი. 2.2 ლიტრიანი კოლა, 5 და 57. ბერძნული იოგურტი და ამ შემთხვევაში შეიძლება არაჟანი 1 კილო, 4 და 66. მაკარონი, 8 ლარი და 20 თეთრი. 2 ლიტრი რძე, 8 და 42. 5 ლიტრი ზეთი, 30 ლარამდე. პრინგლსი 8 და 60. კარაკი და ამ შემთხვევაში 400 გრამიანი ლურპაკი 12 და 45. თუმცა არის ბევრად იაფები და ბევრად ძვირებიც. 25 კვერცხი, 16 ლარი და 80 თეთრი. ომანურ მაღაზიაში ყველაზე მთავარი არის ის, რომ უდიდესი არჩევანია. მიზანია მოერგონ ნებისმიერი ბიუჯეტის მომხმარებელს. რა სახის კვების პროდუქტიც არ უნდა გინდოდეთ, ნებისმიერს იპოვეთ თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. იაფიც არის და ძვირიც. აი ვაშლების განლაგება ფასების მიხედვით, წარმოებლის მიხედვით, ჩემი აზრით არის კარგი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ არჩევანი აქვს მომხმარებელს აერჩიოს მის საფასო კატეგორიაში შესაფერისი ვაშლი. აი ახლა მაგალითად ყველაზე იაფი რაც აქ ვნახეთ არის აი ეს ირანული. ფასი დაეწერება ზუსტად რომ არ შევწდე, მაგრამ კარგია. ზოგადად ომანში ცდილობენ მოქალაქის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე წინასწარ იფიქრონ. ასეთ ერთ-ერთ საინტერესო დეტალს წავაწყდი გზაში მოგზაურობისას. მეგობრებო, ერთ საინტერესო რაღაც უნდა გაჩვენოთ. ახლა მე ვიმყოფები მაგისტრალზე და ჩემს უკან რასაც ხედავთ, ეს არის სანიაღვრე სისტემა. და თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა, რომ კი, მაგრამ რა საჭირო არის ომანში სანიაღვრე სისტემა? ეს ხომ თითქმის სულ უდაბნოა. და კი, ნაწილობრივ მართლები იქნებით. ომანი თითქმის მთლიანად უდაბნო არის, მაგრამ წელიწადში რამდენჯერმე აქ მოდის დიდი წვიმა. ეს შეიძლება გაგრძელდეს ერთ კვირა, შეიძლება გაგრძელდეს ორ კვირა, შეიძლება თვეს და ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად რომ ასეთი ინტერვალით მოდის წვიმა, აქ ყველაფერი წინასწარ არის გათვლილი. ანუ მთავრობის სტრატეგია არის ასეთი, რომ საქმეზე რომ მიდგება, მერე კი არ დავიწყოთ ფიქრი, აბა ახლა რა ვქნათ, ეს ტექნიკა სად ვიშოვოთ, იქნებ ეს გზები სხვანაირად უნდა გავაკეთოთ შემდეგ და ასე შემდეგ. არა, პირიქით. ყველანაირი გამოწვევისთვის უკვე არსებობს გადაწყვეტა და ყველაფერი არის წესრიგში. რის თქმა მინდა ამით. ჩვენთან საქართველოში დასავლეთში თითქმის ყოველ წელს არის დიდ თოვლობა. ზოგჯერ ეს დიდ თოვლობა იმდენად მასშტაბური არის, რომ სახელმწიფო რესურსი არ ყოფნის. აი როგორც გასულ წელს იყო, როდესაც მოქალაქეებს მოუწიათ უშუალოდ ჩართვა, მონაწილეობის მიღება და სამაშველო ოპერაციებში ისინიც მონაწილეობდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან თითქმის ყოველ წელს ვიცით, დადასტურებულად ვიცით, რომ იქნება დიდ თოვლობა, მაინც არ ვართ შესაბამის დონეზე მომზადებულები. კი, რაღაცები შეიძლება იცვლება უკეთესობისკენ, მაგრამ საკმარისი როგორც წესი არ არის ხოლმე და მოქალაქეები ხშირად ჩივიან იმის შესახებ, რომ დიდი თოვლია, გზები არის გადაკეტილი, შეუძლებელი A პუნქტიდან B პუნქტამდე მისვლა და ასე შემდეგ და კიდე პირიქით, ნებისმიერ დროს მზად არიან, რომ თუნდაც ხვალ მოვიდეს დიდი წვიმა და ის გაგრძელდეს 9 წელი, პირობითად ვამბობ. ყველაფერი აბსოლუტურად მზად უნდა იყოს და მერე კი არ დავიწყოთ ფიქრი ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდებით. არა, აუცილებლად წინასწარ უნდა არსებობდეს უკვე მზა გადაწყვეტა. რადგან მოქალაქეების კომფორტი და უსაფრთხოება ვახსენეთ, მოდით შევისწავლოთ ომანის ხელფასები და ზოგადად. აქაც მინდა დააკვირდეთ, რამდენად ცდილობს სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების უფლებების სამართლიან დაცვას.
სახელმწიფო ზრუნვა მოქალაქეებზე შეიძლება პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ მოდით ჯერ ვიდეო ჩავამთავროთ და მერე დაუბრუნდეთ ამ საკითხს. ბოლოს დარწმუნდებით, რომ ომანს მმართველებში მართლა გაუმართლა. ვიც გაინტერესებთ შემოსავლები ომანში. საშუალო ხელფასი აქ დაახლოებით არის 400-დან 800 ომანურ რეალამდე. ეს გამოდის 800 ომანური რეალი არის $2100, ანუ სადღაც 5600 ლარი. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ აქ ხელფასი არ იბეგრება. 0%. 2028 წლიდან აპირებენ 5%-იანი გადასახადის დაწესებას. ოღონდ იმ პირებისთვის, ვინც წელიწადში $100,000-ზე მეც გამოიმუშავებს. წარმოიდგინეთ, არა 20%, როგორც ეს ჩვენთან არის, არამედ 5%. ასევე აქ მოქმედებს უმუშევრობის დახმარება. ოღონდ არა ისეთი, როგორც ევროპაში, არამედ საკმაოდ მკაცრი და სამართლიანი. ახლა მე ავხსნი და თქვენ თვითონ შეაფასეთ. თუ ომანის მოქალაქე დარჩა სამსახურის გარეშე, ოღონდ ეს უნდა განპირობებული იყოს დამსაქმებლის მხრიდან და არა დასაქმებულის. დასაქმებულის შემთხვევაში იგულისხმება დისციპლინარული დარღვევები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არავინ დაგეხმარებათ. და აი წარმოიდგინეთ, სახელმწიფოს აქვს ასეთი პრინციპი. ის გეხმარება შემდეგი 6 თვის განმავლობაში, ოღონდ დაგიანგარიშებს ბოლო 2 წლის მანძილზე, რა ხელფასიც აიღე იმის 60%-ს და იმას გიხდის ყოველთვე. ანუ სახელმწიფო შენ აქ გაძლევს გონიურულ ვადას, რომ მოემზადო ახალი სამსახურისთვის მოძებნო და თან იმაზე არ იფიქრო, აი გამოწვევები რაც გაქვს ფინანსური დავალდებულებები, ის რით გადაიხადო. მოემზადეთ. ახლა ერთად უნდა დავათვალიეროთ ომანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ულამაზესი სანახაობა. ჯერ დილით ადრე ვავსებ მანქანისავს სულ რაღაც 57 ლარად და იწყება გაუთავებელი უმაღლესი ხარისხის გზები. შეიძლება გზა ცოტა დამღლელი იყო, მაგრამ ხომ ღირდა ამ ყველაფრის ნახვა და აი ისიც. ომანის ფუტურისტული ნაგებობა. შთამბეჭდავია, ხომ? კარგით, ეს არ არის, რა თქმა უნდა. მიესალმეთ. ვადი შაბი. ჩვენთვის ცნობილი არის ოაზისი, რომელიც ბუნებრივად არსებობს უდაბნოში, ქუშაში და ასე შემდეგ და არის კიდევ ვადი. ვადი ჩნდება წვიმის წყლისგან, ანუ წვიმის წყალი ქმნის შემდეგ ასეთ შენაკადებს და მართლა ძალიან ლამაზი არის, იმიტომ რომ როცა თვალი ეჩვევა ომანში უდაბნოს, ხრიოკს, გორებს და ასე შემდეგ, სადაც ხეც კი იშვიათი არის და შემდეგ უცებ აღმოჩნდები ასეთ ადგილას, რაღაცნაირად შენც გიხარია. და ვადი ბევრნაირი არის, ეს არის ვადი აშაბი, ყველაზე ცნობილი და ამის გარდა გზაში როცა მოდიხარ, სულ არის უამრავი წვრილ შენაკადები, ვადი ყველას თავის სახელი აქვს, მაგრამ ისინი ძირითადად 99% შემთხვევაში დამშრალია. ეს თითქმის მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი არის. და რა არის იცით მეგობრებო, სიმართლე რომ გითხრათ. ანუ ქართულ ადამიანს, რომელსაც ნანახი აქვს სამეგრელოში კანიონები, ვერ გააოცებ მსგავსით. შეიძლება ეს უნიკალური არის, იმიტომ რომ კლდეები არის ირგვლივ და აი ფსკერზე ხარ ჩამოსულ და იქ უყურებ, იქ ათვალიერებ მსგავს რაღაცებს და ვადი ადრე ომანელებისთვის იყო გადარჩენის ერთადერთი საშუალება, სხვაგან ვერ დასახლებოდი თუ აქ არ მოხვიდოდი, იმიტომ რომ მხოლოდ აქ არის წყალი, მხოლოდ აქ შეგიძლია საზრდოობა. და ჩვენთვის ეს ლამაზი მწვანო მოცისფრო წყალი ასეა თუ ისე ყოველდღე უბრალოდ უჩვეულო არ არის. და ამათთვის ბუნების სასწაული არის, ასე უნდა ვთქვათ. ცნობისთვის ვადიშაბის მონახულება წინადღირცადებ, მაგრამ დიდი კრახით დასრულდა. სიმართლე გითხრათ, ზედმეტმა თავდაჯერებამ შემაცდინა. მეგონა აუცილებლად მიუსწრებდი სუმცირებ ბოლონავს. მინდა ეს მომენტიც გაგიზიაროთ, რადგან სხვა ქვეყანაში წასვლა მის შესაძნობად და გადასაღებად სულ არ არის დასვენება. ეს არის მუდმივი სტრესი, დილით ადრე ადგომა, გვიან ღამე დაძინება, წინადღეს გადაღებული მასალის გადახედვა, გაწერილი გაქვს თითქმის წუთებით, სად რა უნდა ნახო, როგორი იდეალური გეგმა არ უნდა გქონდეს, რაღაც აუცილებლად იცვლება. მერე უნდა მოერგო რეალობას, შეცვალო ყველაფერი, ახლიდან დააწყო და ასე გაუთავებლად. თუნდაც ეს შემთხვევა ავიღოთ. მასკატიდან ორმხრივი გზა იყო 315 კილომეტრი, თავის გაჩერებებით 4 საათი. რადგან პირველ დღეს არ გამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ მომდევნო დღისთვის უნდა მომეკლო ეს დრო და ისევ აქ წამოვსულიყავ. ანუ რაღაცის გადაღებაზე უარი უნდა მეთქვა. მაგრამ
ამ ყველაფერსაც აქვს თავის ხიბლი. რადგან სწავლობ როგორ გაუმკლავდეს სტრესს, შეინარჩუნოს სიმშვიდე და სასოწარკვეთის ნაცვლად, უბრალოდ ხალისით მოეკიდო გამოწვევებს. აი, ასე ხდება, როცა ყველაფერს გეგმავ შენით და შენს იდეალურ წარმოდგენებში და გათვლებში, რაც გონია რომ ასე მოხდება, პრაქტიკაში თურმე არ ხდება. სამწუხაროა ის, რომ მინდოდა ვადიშაბის ნახვა, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ როცა მივედით, უკვე ბოლო ნავი გადიოდა და არ აგუშვეს და ასევე სამწუხარო არის ისიც, რომ დრო, რესურსები ეს ყველაფერი ფაქტობრივად ტყუილად გაიფლანგა. მაგრამ არაუშავს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი მოხდა. მთავარი რა არის, იცით, როცა ყველაფერი შენით გაქვს დაგეგმილი, აბსოლუტურად თავისუფალი ხარ. სადაც გინდა გააჩერებ, სადაც გინდა გადახვალ, ვისაც გინდა დაელაპარაკებ, ვისაც გინდა ნახავ, რასაც გინდა იმას გააკეთებ. კი, ხდება ისე, რომ გეგმით არ მიდის. კი, მაგას უკვე შეგუებული ვარ, ეს არ ხდება პირველად, სხვა ქვეყნებშიც მომსვლია მსგავსი რაღაც. მაგრამ თავარი ის არის, რომ არ დავნებდეთ, გავაგრძელოთ, დღეს არ გამოვიდა, ხვალ გამოვა, ხვალ არ გამოვა, ზეგ გამოვა და ასე შემდეგ. მაინც გამოვიყვანთ უეჭველი. და როგორც ნახეთ, მომდევნო დღეს მართლა გამოვიდა. მაგრამ იმ დღეს, როცა ვადი ვერ ვნახე, მოხდა ერთი საინტერესო რაღაც. და საერთოდ, დრო მოვიდა ვისაუბროთ ომანურ სამზარეულოზე. დამხმარე დღის მერე ერთ-ერთ მიზანს მიუახლოვდით. გავსინჯოთ აქლემის ხორცი. აი არის შესაბამისი კვება, რომელიც სპეციალიზირდება მხოლოდ აქლემის ხორცზე. ნახოთ რა იქნება. წესი არის შესulis ის, რომ ფეხზე აუცილებლად უნდა გაიხადო, იმიტომ რომ შიგნით მხოლოდ უნდა დაჭდე და ისე ჭამო. აი ასეთი ვიღაცამ აქ უკვე შეჭამა, ეს უკვე წმინდა მათი სამზარეულო, წმინდა მათი ტრადიციები იქნება. მოვთავსდით. ეს იქნება ჩვენი სუფრა. აი ესე გამოიყურება, ორნაირი არის, აქლემის ხორცი ერთი ასე, ეს ბრინჯი და აი ეს არ ვიცი რა არის, მაგრამ გავარკვევთ. კოზები მოგვიტანეს, მაგრამ აქ ყველა ხელით ჭამს და კოზები რო დაინახეს, რაღაც ცერად გვიყურებენ. აი დაამატეს ასევე წვადივით. და რაღაც საწებელი. აბა ვიწყებ პირველ დაგემოვნებას. აი ეს გამოიყურება. გემრიელია, მართლა გემრიელია და აბლის გემოაქვს უფრო. გავსინჯოთ აქლემის წვადი. ეს გავს ჩვენ წვადს. ნამდვილად გავს. გავსინჯოთ ახლა ბრინჯი, მაგრამ მოდით კოზით არ გვინდა ხელით თავი შევიკავოთ. ჩვენ დაგწინიან. გემრიელია, რაღაც თავისებური არომატი აქვს, ალბათ სუნელები აქვს რაღაც განსხვავებული, მაგრამ გემრიელია, გაცინჯე ეგეც. ჩაიც მოგვიტანეს და კი, როგორც ხედავთ, ნამდვილად მოგვეწონა აქლემის ხორცი. თითქმის არაფერი აღარ დავტოვეთ. მთელი ეს პორცია 4 რეალი დაგვიჭდა, რაც დაახლოებით 28 ლარი გამოდის. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ომანის ფასებისთვისაც კი საკმაოდ დაბალი იყო. ნახეთ, აი ასე გამოიყურება ომანის რესტორნების უმეტესი ნაწილი, როდესაც მიდიხარ და ჯდები, ფენენ ერთჯერად დასაფენს. აი ასე თხელ დასაფენს და ეს ხდება თითქმის ყველა რესტორანში. ახლა ჩვენ რომელშიც ვიმყოფებით, გზის პირას არის სავალაში. ნახეთ? მაგრამ უშუალოდ მასკატშიც ბევრ რესტორანში იგივე სიტუაცია იყო. აი ესეთი რესტორანი არის, საკმაოდ ნორმალური. აი ეს არის საფენები, მოხევენ და შემდეგ მაგიდაზე ასე დებენ. ჩვენი არხის მეგობარია ქართული ჯერქის მწარმოებელი კომპანია Main Project. ჯერქი არის ნატურალური გამომშრალი ხორცის ჩიფსები, რომელიც გამოირჩევა უნიკალური გემოთით და ტექსტურით. და რაც მთავარია, დამზადებულია საქართველოში. სნექების მოყვარულებს აუცილებლად გირჩევთ, რომ დააგემოვნოთ. იმ ობიექტების ჩამონათვალ, სადაც შეძლებთ შეძენას,
ნახავთ ბრენდის სოციალურ ქსელებში, რომლის ლინკებს მე დავტოვებ აღწერაში. აუცილებლად უნდა მოგიყვეთ ომანელების ერთშვევაზე. შეიძლება ეს ტრადიციაც კი იყოს უკვე, რომელსაც თავიდან რამდენიმე დღე აბსოლუტურად ვერ ეგუება. ასევე მინდა გაჩვენოთ ერთი საინტერესო დაკვირვება. აქ როგორ ხდება ძირითად შემთხვევაში იცით რომ თვითონ შეიძლება ტრაფიკების ობიექტთან ან რესტორანთან ადამიანი გაჩერდეს მანქანით და სიგნალებს იქიდან გამოვა რესტორანიდან ან გამოვა თანამშრომელი, ეს კიდე შეუკვეთავს. ანუ ყოველთვის არ არის, უფრო სწორად ყოველთვის კი არა, ხშირ შემთხვევაში რესტორანში არ შედიან. ამა თუ ყვართ პირიქით, გააჩერებს რესტორანთან, შეუკვეთავს, მოუტანენ მანქანაში და მერე წაიღებს რა. აი ახლა მაგალითად გაჩვენებ ზუსტად ერთ ასეთ მომენტს. ეს მანქანა მოვიდა, დაასიგნალა, გამოვიდა კაფედან თანამშრომელი, შეუკვეთეს ქალი და ბავშვის ხედან შეგნით და ახლა ელოდებიან როდის მოუტანენ. და იგივე რაც გითხარით, აქაც მანქანები მოდიან, უსიგნალებენ, შემდეგ გამოდის მიმტანი და მიაქვთ. ჩვენთვის უცნაური დამოკიდებულება ასევე უგვერდა ლიბანელ ოჯახს, რომელიც ომანში წარმატებით დაფუძნდა და საკუთარი სარესტორნო ბიზნესი გახსნა. სხვათა შორის მართლმადიდებელი ლიბანელები არიან და ამ ენერგიულ და ქარიზმატულ ბიჭს ფრიდომი ერქვა. My name is Freedom. That's a tradition here in Oman. Even when I first came, I was never expecting that I should go out there to take their orders. I was shocked. I think it's a common thing. It's not a bad thing. Look, Omanian people are very good. From my heart. Me as a Christian, okay, I love every single Muslim. აი აქ კი ფრიდომმა მართალი თქვა, ომანელები ძალიან კარგი ადამიანები არიან. ამაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ომანელების რელიგია და აქ მაყურებელს გაოცება ელის. როგორც უკვე გითხარით, ომანი თავის მეზობლებისგან ბევრი რამით განსხვავდება და გაგიკვირდებათ, მათ შორის ერთ-ერთი არის რელიგია. ჩვენ ვიცით, რომ ისლამში არის ძირითადად ორი მიმდინარეობა: სუნიტები და შიიტები. ირანში მაგალითად ძირითადად ცხოვრობენ შიიტები, ხოლო ახლო აღმოსავლეთის არაბულ მხარეში სუნიტები. მაგრამ ომანში სუნიტებთან ერთად ნახევარს მოსახლეობის იკავებენ აბადიტები. და საინტერესო ის არის, რომ აბადიტები ძირითადად ომანში ცხოვრობენ. ანუ სხვაგანაც არიან, მაგრამ მასიურად მხოლოდ ომანში. რა განსხვავებაა მათ შორის? ღრმა რელიგიურ კონტექსტში რომ მას შევიდე, შიიტები მუჰამედის შთამომავლების უმაღლეს სასულიერო ხელისუფლებას აღიარებენ. ანუ იმამი უნდა იყოს მუჰამედის ბიძაშვილის, ალი იბნ აბუ თალიბისა და მისი ცოლის შვილი, ასევე მუჰამედის ქალიშვილის ფატიმას შვილები. სუნიტები ასე პრინციპულად არ უყურებენ საკითხს და ამბობენ, რომ უმაღლესი მმართველი შეიძლება იყოს მუსლიმური საზოგადოების მექას მმართველი კლანის შთამომავალი. ხოლო აბადიტები ან იბადატები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი მუსლიმი შეიძლება გახდეს მუსლიმური საზოგადოების ლიდერი. თუ არ მოეწონებათ, მერე შეცვლიან. თავარია კომპეტენციებით იყოს შესაფერისი. ანუ აქაც იმას მინდა ხაზი გაუსვა, რომ ომანელები თავიანთი რელიგიიდანაც გამომდინარე არიან შემწყნარებლები და მომლაპარაკებლები. რელიგიურად აქ პიროვნების კულტი არ არსებობს, მაგრამ მე ვამბობ რელიგიურად, თუმცა პოლიტიკურ საზოგადოებრივში ეს კულტი არსებობს და ის სულთანზეა. რელიგია და ომანელების ხასიათი პასუხობს ეპიზოდის ერთ-ერთ მთავარ კითხვას. როგორ ახერხებს ომანი იმას, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელია? სამყაროს ყველაზე ცხელ წერტილში ინარჩუნებს მშვიდობას. არავისთან ომობს, არავის მარიონეტი არ არის, ყველა პატივსცემს და სხვებთან შედარებით, ყველაზე ნაკლები ხარისხით მის საგარეო ან შიდა პოლიტიკაში ერევია. მეგობრებო, ჩემთვის ომანი რამდენიმე მიზეზით იყო საინტერესო და ერთ-ერთი პირველი, რა თქმა უნდა, პოლიტიკა და გეოპოლიტიკა. ერთი შეხედვით, რა საერთო შეიძლება გქონდეს ჩვენ და ომანს? განსხვავებული ხალხი, რელიგია, კლიმატი, კულტურა და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ორივე ერთ ნავში ვართ. ორივეს გვაქვს სტრატეგიული მდებარეობა და ვცდილობთ გადავრჩეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ რეგიონში. მაგრამ ომანი შედარებით წინ არის. მათ ისწავლეს არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ მუდმივად ახერხებენ ჩრდილში ყოფნას. არადა ნახეთ, ვინ არიან ომანის რეგიონალური მეზობლები: ირანი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი, ისრაელი და გვერდზე საერთოდ ბობოქარი, იემენი. დარწმუნებული ვარ, ახლა რომელი ქვეყნებით ჩამოვთვალე, ყოველდღიურ რეჟიმში გვესმის მათ შესახებ საინფორმაციო სიახლეებში, მაგრამ თითქმის არასდროს ვისმენთ ომანის შესახებ. მეცაც გეტყვით, ჩვენთან ტელეგრამზეც და არც YouTube-ზე ომანი არასდროს მოხვედრილა ყურადღების ცენტრში. მთავარი კითხვა არის, როგორ შეძლეს ასეთი სტაბილური ვითარების შენარჩუნება, არავის გადამტერება და მაქსიმალურად თავისთვის არიან. კი,
ომასაც აქვს ნავთობი, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ თავის უსაფრთხოება იყიდოს. რა თქმა უნდა, ეს დამსახურებაც არის სულთან ქაბუსის, რომლის მთავარი იდეა საგარეო და შიდა პოლიტიკაში მკაფიოდ გამიჯნული ქვეყნის ინტერესების უზენაესობა იყო. ახლა გეტყვით ყველაზე მარტივ და თვალსაჩინო მაგალითს. 1991 წელს ბაჰრეინმა, ქუვეითმა, კატარმა, საუდის არაბეთმა, გაერთიანებულ არაბთა ემირატებმა და ომანმა შექმნეს სპარსეთის ყურის სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო. მიზანი იყო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო ორგანიზაციის შექმნა. და საინტერესო რა არის კიდევ რომ 78-79 წლებში ჩვენ ვიცით რომ ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია და ამ ქვეყნებს შეეშინდათ იმის რომ ეს მუხტი არ გადმოსულიყო მათ სახელმწიფოებში და მონარქებს პრობლემები არ შექმნოდათ. ამიტომ გადაწყვიტეს რომ ჯერ ერთი დაეჩქარებინათ მანამდე თუ იყო ლაპარაკი რომ ესეთი ორგანიზაცია უნდა შექმნილიყო ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ დაჩქარდა და საბოლოოდ შეიქმნა. ახლა ნახეთ სულთან ქაბუსის პოზიცია. როდესაც ამ ქვეყნებმა დაიწყეს საუბარი რომ რაღაც ორგანიზაცია უნდა შეექმნათ, მან უთხრა რომ მოდი ერაყსაც დაუძახოთ და ირანსაც. მაგრამ ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია და შემდეგ დაიწყო ირან-ერაყის ომი. და ეს საკითხი არათუ გადაიდო, არამედ საერთოდ ჩაიხსნა დღის წესრიგს. მაგრამ როცა დაიწყო ირან-ერაყის ომი, ალიანსმა მხარი დაუჭირა ერაყს. სულთან ქაბუსმა კი განაცხადა რომ არც ირანს და არც ერაყს ომანი მხარს არ დაუჭერს. ის ინარჩუნებს კაფიოდ გაცხადებულ ნეიტრალიტეტს. კი შეიძლება ახლა ალიანსს ჩვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ ეს არის ალიანსის ინტერესი და არა ომანის ინტერესი. ამიტომ ჩვენ ამ კონფლიქტში არანაირად არ მივიღებთ მონაწილეობას და ზუსტად ასეც მოხდა. არაბული გაზაფხულის პერიოდში ყურის ქვეყნებს ისევ შეეშინდათ მონარქების დამხობის და რევოლუციების. ამიტომ 2013 წელს საუდის არაბეთმა ალიანსის ქვეყნებს შესთავაზა ერთიანი სამხედრო სამმართველოს შექმნა და კონტრრევოლუციური უსაფრთხოების შტაბების დაარსება. ომანმა ეგრევე უარი თქვა. და რატომ? მათ ახსნეს, რომ თუ მსგავს გაერთიანებაში შევალთ, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეში მოგვიწევს ჩარევა, თუნდაც ეს სადაზვერვო ინფორმაცია იყოს, თუნდაც სამხედრო ძალა. ამიტომ ეს პრივილეგია კარგია, მაგრამ ამ პრივილეგიას თან ახლავს ზედმეტი თავის ტკივილი, რაც არ გვიღებს. თქვენ თუ გინდათ შექმენით, თუ გინდათ იმუშავეთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით, ზუსტად ისე მოიქეცით, მაგრამ ომანი აუცილებლად დარჩება ცალკე. ასევე სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ომანს შედარებით გაუმართლა. იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, ადგილობრივები სულთანზე გიждდებიან. შესაბამისად, ამბოხის შანსი თითქმის ნულოვანია. და რაც მთავარია, ნეიტრალიტეტის დათმობა არც ერთ სხვა პრივილეგიად არ უღირთ. საბოლოოდ ეს მტკიცე პოზიცია ომანს ბენეფიტად დაუბრუნდა. მაგალითად 2015 წელს, როცა შტატების მარშნელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გადაწყვიტა, რომ ირანისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციები უნდა შეემსუბუქებინა, კულუარული მოლაპარაკებები ამერიკასა და ირანს შორის ომანში იმართებოდა. ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ომანი არის ნეიტრალური, მიუკერძოებელი სახელმწიფო და ყველა მას ენდობოდნენ. წარმოიდგინეთ, სხვა ქვეყნებმა ასეთი პრივილეგია ვერ მიიღეს. და ასევე ნეიტრალიტეტში ეხმარებათ რელიგიაც. როგორც უკვე გითხარით, ომანელების საკმაოდ დიდი ნაწილი არც შიიტი, არც სუნიტი, ისინი არიან იბადატები. საკმაოდ ლიბერალური რელიგია შემწყნარებელია სხვა რელიგიების მიმართ და ომანში რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე არც არავინ ლაპარაკობს, რადგან არც ირღვევა. კი, შეიძლება სადღაც რაღაც ხდება, მაგრამ 99% შემთხვევაში აქ თანამშრომლობა და თანაცხოვრება არის უზენაესი იდეა და არა რომელიმე რელიგიის უპირატესობა. მოხვედი, ქრისტიანი ხარ, გინდა ეკლესიის აშენება? კი ბატონო, ააშენე, იქადაგე, შენ ეცი ჩვენ წესებს პატივი და 100-ჯერ მეტი სიკეთით დაგიბრუნდებით ჩვენ. აი ასეთი მიდგომა აქვთ. აქ ფიქრობენ, რომ ძალიან პატარები ვართ იმისთვის, რომ ვინმეს ვეომოთ, მაგრამ საკმაოდ ბრძენები ვართ იმისთვის, რომ ყველას უსმინოთ. ომანი ფაქტობრივად მთელ რეგიონს ეუბნება, რომ თუ კი ომი გინდათ იომოთ, რაც გინდათ ის გააკეთეთ, მაგრამ თუ დაზავებას გადაწყვეტთ, მობრძანდით ჩვენთან. საბოლოოდ ნახეთ როგორი პოზიცია მიიღო ომანმა. მას ენდობიან ისინიც კი, ვინც არ ენდობა ერთმანეთს. მაგალითად, ამერიკა არ ენდობა ირანს, ირანი არ ენდობა ამერიკას, მაგრამ ორივე ენდობიან ომანს. ასევე პირველი არაბული სახელმწიფო იყო ომანი, რომელსაც ისრაელის პრემიერი ეწვია. განსხვავებით ყურის სხვა ქვეყნებისგან, რომლებსაც ერთი სული აქვთ ხოლმე პროქსი ომში აღმოჩნდა სადმე აჯანყება, მთავრობა ან შეიარაღებული ოპოზიცია დააფინანსონ, ან სამხედრო ძალა აითვისონ აფრიკაში, როგორც მაგალითად ამას ახლა აკეთებს გაერთიანებული არაბთა ემირატები, ომანი მუდმივად უარს ამბობს ასეთ ავანტიურებზე. როცა ირანი ჰორმუზის სრუტის გადაკეთებით აშანტაჟებს მსოფლიოს, იმავე სრუტეს აკონტროლებს ომანი. თუმცა ასეთ იაფასიან შანტაჟს არასდროს გამოიყენებს.
სულთან ქაბუსმა იცოდა, რომ მაღალი კლასის დიპლომატებს შეუძლიათ ქვეყნის ღირსეულად წარდგენა და მანევრირებისთვის დიდი სივრცის შექმნა. მან ერთობლივად მოახერხეს ომანი ახლო აღმოსავლეთის შვეიცარიად ექციათ. ქართულ დიპლომატიას დღეს ოქროს ხანა ნამდვილად არ უდგას, თუმცა ჩვენთან გეოპოლიტიკის კლუბ პოლარისში მოახერხეთ, რომ მოგვეწია გამოცდილი დიპლომატი, რომელიც ზუსტად იმის შესახებ ისაუბრებს, თუ რას ნიშნავს პოლიტიკა დახურულ კარს მიღმა. მოყვება ფარულ მოლაპარაკებებზე, მის გამოცდილებაზე, გაგვიზიარებს პრაქტიკულ ტექნიკას, ექსკლუზიურ თეორიას და არა მოსაწყენ პროტოკოლებს და ღია წყაროში მოპოვებულ პრინციპებს. ვისაც გაწევრიანება გინდათ კლუბში, ლინკი იქნება აღწერაში. მოლაპარაკების უნარს შემთხვევით არ გაუსვი ხაზი, ეს გამომდინარეობს არა მხოლოდ რელიგიიდან, არამედ უშუალოდ ომანელი ადამიანის ბუნებიდან. ზოგადად ომანელები არიან კარგად აღზრდილი, კეთილშობილი, ზრდილობიანი და კულტურული ადამიანები. მეტიც, ისინი შეპყრობილი არიან დახმარების სურვილით. მუდმივად გახსნილი არიან, რომ რაღაცით ხელი შეგიწყონ, უანგაროდ დაგიდნენ გვერდში, დაგეხმარონ და პატივი გცენ. სიკეთე და ზრდილობა ამ ხალხის განუყოფელი დამახასიათებელი ნაწილია. მე რომ მკითხონ, როგორ დაახასიათებდი ომანელს რამდენიმე სიტყვით, სიკეთეს და ზრდილობას აუცილებლად ვახსენებდი. პირველი რაც აქაურ ადამიანებთან კომუნიკაციაში ვიგრძენი, ეს რა იყო, რომ საუბრის დაწყების დროს არა გამარჯვებას გეუბნებიან, არამედ როგორ ხარ. ჩვენთან და ზოგადად სხვასია მიღებული, რომ როდესაც უცხო ადამიანთან იწყებ კომუნიკაციის დამყარებას, პირველი რასაც ეუბნები, ეს არის მისალმება. აქ გეკითხებიან შენ როგორ ხარ. ტიპაჟურად არიან მომლაპარაკებლები. მე ველოდებოდი, რომ ეს ისედაც ასე იქნებოდა, იმიტომ რომ ამათ უკვე საუკუნეების განმავლობაში გამოუმუშავდათ და ალბათ თანდაყოლილიც არის ეს უნარი. მაგრამ თუ ამდენად ღია იქნებოდნენ თანამშრომლობისთვის, ამას ვერ წარმოვიდგენდი და ახლა გეტყვით, რას გულისხმობ თანამშრომლობაში. სულ სამჯერ იყო დღევანდელის ჩათვლით, სამჯერ იყო შემთხვევა, როცა რაღაც ვერ გავიგე და ადგილობრივს შევეკითხე. არც ერთხელ უარი არ უთქვამთ დახმარებაზე, გასწავლიან, გეტყვიან, გამოყვებიან, დაგაკვალიანებენ და ამის მერე სამივეჯერ ასე იყო, რომ თავისი ნომერი ჩამაწერინეს WhatsApp-ში და მითხრეს, რომ ნებისმიერ დროს თუ რამე შეკითხვა მექნებოდა, ან დახმარება დამჭირდებოდა, მათთვის მიმემართა. ერთი შემთხვევა, როცა თვითონ გამოვიდნენ კონტაქტზე, ეს იყო წინა დღეს მასკატში, როდესაც მინისტრი მოვიდა ჩვენთან და მაშინ გამომელაპარაკა. იმანაც თავის ხელით ჩაწერა თავის ნომერი და რამდენჯერმე მომიკითხა. სკრინერსაც თან დაუხთავ და დახმარებაც რაღაცები შემომთავაზა, თუმცა უარი უთხარი. აქ ჯერ ტურიზმი მაინც და მაინც განვითარებული არ არის. ეს არ არის არც თურქეთი, არც ახლო აღმოსავლეთის სხვა პოპულარული მიმართულებები. ახლა დგამენ ამ ნაბიჯებს, რომ მოიზიდონ დამატებით ახალი ადამიანები. მე არ ვიცი 10 წლის შემდეგ რა იქნება და როგორ იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე ასე არის. წარმოიდგინეთ, 2025 წელს ომანმა მიიღო 3.9 მილიონი ტურისტი. როცა იმავე პერიოდში ჩვენ საქართველოში მივიღეთ თითქმის 6 მე მგონი 5.5 მილიონი ვიზიტორი. შესაბამისად რა არის იცით, რომ აქ ადგილობრივები შენ გიყურებენ არა როგორც ტურისტს, არამედ სტუმარს და ეს პასუხისმგებლობა იგრძნობა ურთიერთობებშიც. ხასიათით არიან დინჯები, ჩუმები, წყნარები, მოკრძალებულები და პატიოსნები. არ უყვართ ხმაური და ასე შემდეგ. აი რესტორანში, როდესაც შედიან, შეიძლება აიღონ მხოლოდ ჩაი, სვამენ ერთმანეთში ჩუმად საუბრობენ და ეს არის ამათთვის ყოველდღიურობა. არაფერი განსაკუთრებული. დიდ ქალაქებში, მაგალითად მასკატში, ადამიანებს ცენტრალურ ქუჩებზე ვერ ნახავთ. კი, შეიძლება იმიტომ რომ ზოგადად ქვეითებისთვის ინფრასტრუქტურა აქ ნაკლებად არის განვითარებული, მაგრამ სერიოზულად როგორი ის არის იცით, რომ ქუჩები გაწმენდილია, დასუფთავებულია, პარკები იდეალურად მოვლილი არის, მაგრამ ხალხი არ არის. თუ საღამო არ არის, ძირთადად იქ სუცარიელია ყველაფერი. ხო და ესეთ შეგრძნება გქონდა, რომ სანამ ჩამოფრინდი ან რაღაც ახალი პანდემია ხო არ დაიწყო, ან იქნებ ვინმეს მიერტყა წითელ ღილაკზე ხელი და რაღაც კატასტროფა მოხდა. ანომალია იყო რა, სანამ შევეჩვიე მეც ამას, რომ ქალაქში ხალხი არ არსებობს, ცოტა უცნაური იყო. და არც ევროპულადაც არ გამოდის, მოდი გავიდეთ ქუჩაში და გადავუღოთ მტრედებს სურათები. მასკატში და ზოგადად ომანში არ არის ასეთი სიტუაცია. ამიტომ ხო ეს მაგას ვამბობ სულ რომ უშუალოდ ახლო აღმოსავლეთის ხასიათისგანაც განსხვავებული არის ომანი. ზაფხულობით ღამე შედარებით უკეთესი ვითარება ამხე, უფრო მეტი ადამიანი გადის ქუჩაში. ასეთები არიან, დახედავენ ტელეფონს, +27 გრადუსი წერია, აუფ, ძლივს არ აგრილდა და გადიან გარეთ. მთლიანობაში აქ თავს არავინ არაფერს არ გახვევს, არავინ twins არ წაგიღებს ეს იყიდე, ის იყიდე, ეს გაჩნჯე და ასე შემდეგ. ყველა ცხოვრობს თავის ცხოვრებით. ეს როგორი აი თითქოს არანაირი დედლაინი ამ ქვეყანაში არ არსებობს უბრალო ადამიანებისთვის. უბრალოდ ცხოვრობენ.
ცხოვრობენ სიამოვნებთ ეს ყველაფერი და არიან თავისთვის. მთლიანობაში მე ვიტყოდი რომ არიან ზრდილობიანი, პატიოსანი, კულტურული ადამიანები, რაც პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმი არის, როცა რომელიმე ქვეყნის შეფასება მიწევს. ახლა საგზაო შემთხვევა მოხდა და საცობი არის. პირველად რაც აქ ვარ, საცობი არის. და რა მინდა იცით გაჩვენოთ რომ ზოლი ჩვენს გვერდით არის სრულად თავისუფალი. მაგრამ აბსოლუტურად არავინ არ გადის იქიდან, არავინ. აი რამხელა კოლონაში ვდგავარ, მაგრამ იმ цариელ ზოლს არავინ არ იყენებს გასტრებისთვის. წესრიგის დაცვის დონე ნახეთ ომანში. გზა цариელია, მაგრამ არავინ არ ასწრებს არავის. ანუ იცავენ მაქსიმალურად სიჩქარის შეზღუდვას. ომანელებისთვის ოჯახი და მეგობრები ბედნიერების ქვაკუთხედია. მე სულ მიკვირდა, რით ერთობა ეს ხალხი, იმიტომ რომ სპორტი დიდად განვითარებული არ არის, ღამის ცხოვრება არსებობს, მაგრამ მინიმალური ალკოჰოლი შეზღუდულია. რესტორანში დადიან, მაგრამ უფრო სასაუბროდ, ვიდრე დროის გასატარებლად და მოსალხენად. როგორც კი მოსაღამოვდება, ომანელები იწყებენ ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად უდაბნოში, სანაპიროზე ან გორებზე ცეცხლის დანთებას, შემოსხდებიან ირგვლივ და გვიან ღამემდე რაღაცას ამზადებენ, საუბრობენ და ეს არის ამათთვის მთავარი გართობა. ამას აკეთებენ ყოველდღე, რუტინულად. მინდა ახლა გაჩვენოთ, რას აკეთებენ საღამოობით ომანელები. თქვენც რომ აქ არ სვამენ ალკოჰოლი, აკრძალული არის ადგილობრივებისთვის, კი, უცხოელებისთვის და სავარაუდოდ ადგილობრივებისთვისაც. იშოვება უცხოელებისთვის ეს არის როგორც წესი სასტუმროები, რესტორნები და ასე შემდეგ, მაგრამ ადგილობრივებისთვის ალბათ უფრო სხვა წერტილები იქნება. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში საღამოობით გამოდიან თავიანთ ოჯახებთან ერთად და სანაპიროზე წვავენ მაგალითად სიმინდს, აი ამ შემთხვევაში სიმინდს წვავენ და ანალოგიურად იქით აი აქ ნახეთ წყვილი ემზადება, ახლა მოვიდნენ, იქით ხედავთ რომ უკვე სხედან და ამზადებენ სიმინდს. სანაპიროს რაც შეეხება, აქაც სხედან და სხვათა შორის როგორც უკვე გითხარით, საკმაოდ თავისუფალი ქვეყანა არის, აქ ქალებსაც დაახლოებით იგივე უფლებები აქვთ, რაც კაცებსაც, არ სჭირდებათ ნებართვები სხვადასხვა რაღაცებზე, მათ შორის არც დასვენებაზე. აქ უშუალოდ სანაპიროზე უფრო მეტი ქალი არის და თვითონ წავენ რაღაცებს, ამზადებენ საჭმელს. აი მაგალითად დავიაროთ ახლა და გავიგებთ. ქალი და კაცი ამზადებენ საჭმელს. აქ გოგოები უბრალოდ სხედან ლაპარაკობენ. არა, თან რაღაცაც აქვთ. საჭმელი, ხო. ყვავს ხედავ. აქაც გოგოები რაღაცას ჭამენ. აქ კი კაცი არის გამოსული და ეს სავარაუდოდ მისი ოჯახის წევრები არიან. აი ასეთი არის საღამო უბრალო ომანელებისთვის. გაგიკვირდებათ და მძღოლების საკმაოდ დიდი ნაწილი არიან ქალები. რატომ შეიძლება ეს გაგიკვირდეთ, ხომ? ისევ და ისევ რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე. აი მაგალითად მეზობელ საუდის არაბეთში მხოლოდ 2018 წელს დართეს ქალებს მართვის მოწმობის აღების ნებართვა. აქ კიდე 2021 წლის სტატისტიკით აღებული მართვის მოწმობების 48% მოდიოდა ქალებზე. და ზოგადადაც ომანელები კარგი მძღოლები არიან. შეიძლება არ უყვართ ციმციმას ჩართვა, როცა ზოლიდან ზოლში გადადიან, მაგრამ საავარიო სიტუაცია, რაც მე აქ ვარ, ერთხელაც არ მინახია. მე რა მიმყარებს ახლა ამას, ნახეთ, პირველი მანქანით გავიარე სადღაც 3300-3500 კილომეტრი, მეორე მანქანით დაახლოებით 2700, მაქსიმუმ 3000, მაგრამ 2700-ზე ნაკლები არ ამგონია, ცოტა მერე დაგვითვლიან. არც ერთხელ მსგავსი სიტუაცია მე არ შემხვედრია. და კიდევ არ არიან აგრესიული მძღოლები, არც დასიგნალება უყვართ, არც ერთმანეთის ლანძღვა და ასე შემდეგ. ასევე არც მარიაჟობაზე გიждდებიან. იგივე მასკატში მე არ შემხვედრია ერთი მანქანა მაინც, როცა ვიღაცას ჩაწეული აქვს ბოლომდე ფანჯრები და აწეული აქვს მაქსიმალურად სიმღერები. ესეთი რაღაცები საერთოდ არ უყვართ. ანუ მოკრძალებული ადამიანები არიან და ეს კულტურა აისახება ასევე მძღოლებშიც. نتمنى لكم التوفيق ورحلة سعيدة. კარგია, გისურვებ სარმატებას და სასიამოვნო მოგზაურობას. بغيت أعرف كيف جبل شمس. მე მინდა გავიგო როგორ არის ჯებელ შამსი. ჯებელ შამსი ძალიან ლამაზია, მაგრამ საქართველოში უფრო დიდი მთები გვაქვს. إن جبل الشمس جميل
جدا جدا ولكن في جورجيا لدينا جبال أكبر. هل المغامرون؟ هل مشيت المسار جبل شمس؟ نبيجة وراء جبل شمس زبيليكزه. კი ნახეთ بلكونه جوارك. კი ძალიან ლამაზი იყო თუ მაგას ამბობთ ძალიან ლამაზი იყო ამ თბილის საუბრის წინ ერთი არც თუ ისე მცირე გამოწვევა არსებობდა. ჯებალ შამსი ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მდებარეობს. გადასახედამდე მისასვლელად კი ახალ გზას აკეთებენ, ანუ არსებული გზა ძირითადად მაღალი გამავლობის მანქანებისთვის არის. როცა ამ კაცმა დაინახა ჩემი ჩანგანი, სიცილით მითხრა, რომ იქ ამსვლელი ამით ვერ ვიქნებოდი. მოდი მე წაგიყვანო. მე და ჩემმა ჩანგანმა ერთად შევძახეთ. ვინ ბიჭო, სად ვერავთ? გამოწვევა მივიღეთ და ჯაბელ შამსის დასალაშქრად გავეშურეთ. მალევე, როცა აღმოაჩინე, რომ სედანით მხოლოდ მე ვიყავი, ვიფიქრე, გონი არც ისე კარგი იდეა იყო აქ ამოსვლა, მაგრამ მოbrunება არ განიხილებოდა. მე პრობალე არ გავხსენოს საკმაოდ ჩემი მიდი ჩანგან აუ უნდა დააკვირდე ხალხის სახეს საბოლოოდ ამოვედით. ჩანგანმა იუაშკაცა და მეც ყველა ცოდვა მიუტევე ერთის გარდა. იმერცოდვას ცოტა მერე გაჩვენა. მთლიანობაში სიმართლე გითხრათ, არც ძალიან რთული გზა იყო. ერთადერთი, სადაც ქვიშა ბევრი ეყარა, საჭირო იყო ზუსტი სიჩქარის გათვლა, არც ძალიან სწრაფად და არც ისე ნელა, რომ საბურავი არ ჩავარდნილიყო. მე რომ ჩემი საკუთარი სედანით ყოფილიყავი, არ ვცდიდი ასვლას, მაგრამ გზა ზოგადად ისეთია, რომ თქვენც ახვიდოდით. არა ეს უეჭველი უნდა ვაჩვენო. ეს ხომ ვითომ თანამედროვე მანქანა არის, სადაც ტელევიზორი ჩადგეს, მაჩვენებლების დაფა ჩადგეს, რაღაც საოცარი დიზაინერული გადაწყვეტილების საჭე ჩადეს, მაგრამ თუ სავარძლის მაღლა აწევა, ან დაბლა დაწევა გინდა, აქ ღილაკები არ არის. და ალბათ იფიქრებთ, შეიძლება ასე ხელით უნდა აჩვენო რაღაც სენსორს და გაიწევა. არა, ნახეთ. თუ მაღლა გინდა, ესე უნდა გააკეთო, თუ დაბლა გინდა, აი ესე უნდა გააკეთო. გავრეცხე მანქანა, მოვაწესრიგე, ჩავაბარე დამქირავებელს და ასე დავამშვიდობეთ მასკატს. შიდა ფრენით კი გადავედით, თქვენ თვითონ ნახეთ რა ლამაზ ადგილას. დარწმუნებული ვარ, მალე ქართველებისთვისაც ეს მიმართულება ერთ-ერთი წამყვანი იქნება. სალალა, პატარა ქალაქი დიდი მომავლით, შეგვიძლია ასეც დაუძახოთ. უფრო მეცაც გეტყვით. წლების წინ ქალაქადაც კი არ მოიაზრებოდა, ეს იყო უფრო რაღაც დაბას ტიპის მსგავსი დასახლება. ამ ქალაქს აქვს არამხოლოდ ომანის, არამედ ზოგადად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროები, ნებისმიერ კურორტს გაეჯიბრება. ახლა ის არის განვითარების სტადიაზე. და მასკატთან შედარებითაც კი იგრძნობა, რომ აქ უფრო მეტად ტურისტები ჩამოდიან. გამოიცანით, ყველაზე ხშირად ვის შეხვდებით? რა თქმა უნდა, რუსებს. ისინი აქ აქტიურად ისვენებენ. შეიძლება ეს მიმართულება ქართველებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს, იმიტომ რომ არ არის ძვირი. ჯერ ერთი თუ ადგილობრივი სამზარეულო მოგწონთ, მით უმეტეს იაფად შეძლებთ კვებას. 4-8 რეალი გათვალეთ კარგი მსუყე კვება. რაც 25-60 ლარის ფარგლებშია. თუმცა აქ პორციები არის უზარმაზარი. ჩათვალეთ ეგ თანხა ორ კაცზეც დაიყვანება. ჩემი რჩევა, თუ კი ვინმე დაინტერესდებით სალალაში ჩამოსვლით, აუცილებლად ჩამოდით აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც თქვენ ვიდეოში დაინახავთ სალალაზე, აი იმ პერიოდში არის ხასხასა მწვანე.
საოცარი სანახაობა იქნება. ბიუჯეტური დამსვენებლისთვის სალალას განსაზღვრულად აქვს პოტენციალი, რომ თურქეთის კურორტებს გაეჯიბროს. სანაპიროებით აჯობებს კიდეც, მაგრამ აი მომსახურება დასატესტი იქნება. საინტერესო იქნება ისედაც. ქვეყანა, რომელიც სულ უფრო იხსნება ტურისტებისთვის, რამდენად შეძლებს ფილოსოფიის შეცვლას და სრულად გახსნას. ხასიათი, რელიგია, ფასეულობები ხელს უწყობთ. მე კი წავალ ახლა და ცოტა ხანი დავტკბები ამ სილამაზეებით. და აი, მივადექით მთავარს, ეპიზოდის მთავარ გმირს. ვინ შექმნა საერთოდ ომანი? ვინ არის ამ ერის მამა დამფუძნებელი? შთამაგონებელი, ლიდერი, ხელმძღვანელი? სადაც არ უნდა შეხვიდეთ, თქვენს ყურადღებას მიიქცევს ომანის ყოფილი სულთანი კაბუსი. სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებში, რესტორნებში, ბაზრობებზე, ქუჩებში, შენობებზე აბსოლუტურად ყველგან არის მისი პორტრეტი. და ეს არ გეგონოთ პიროვნების ყალბი კულტი. პირიქით. ომანი ალბათ მართლა ერთადერთი სახელმწიფო არის დედამიწაზე, სადაც ყოფილი მმართველი ასე გულწრფელად უყვართ. დღემდე საუბარში არასდროს ამბობენ კაბუსს ან სულთანს. ყოველთვის მხოლოდ მისი აღმატებულესობა. ამაში არის ლოგიკა. კი, იმიტომ რომ რასაც თქვენ ახლა ხედავთ, ამ გზებს, ამ შენობებს, მოწესრიგებულ ქუჩებს, განვითარებულ სახელმწიფოს და მზარდ ეკონომიკას აბსოლუტურად ყველაფერი სულთან კაბუს ბინ საიდ ალ-საიდის დამსახურებითაა. აი ნახეთ, ასეთი იყო ომანის სულთან კაბუსამდე. უღატაკესი, ჩამორჩენილი, უპერსპექტივო სახელმწიფო და საინტერესოა, რომ მაშინ სულთანი არც მეტი, არც ნაკლები, კაბუსის მამა, საიდ ბინ თაიმური იყო. ადამიანი, რომელიც ნებისმიერ სიახლეს ეწინააღმდეგებოდა. ქვეყანაში აკრძალული ჰქონდა რადიო, მუსიკა, სათვალეებიც კი. თითქოს ფანატიკური შიში ჰქონდა ძალაუფლების დაკარგვას. წარმოიდგინეთ, ადგილობრივი ერთი ქალაქიდან მეორეში რომ გადასულიყო, ესეც კი ჯერ შიდა უსაფრთხოების სამსახურისთვის უნდა შეეთანხმებინა. მთელ ქვეყანაში ფუნქციონირებდა ერთადერთი საავადმყოფო და სულ 3 სკოლა. სულთანი სერიოზულად, კატეგორიულად უფრთხოდა ჭკვიან და განათლებულ ადამიანებს. ის ფიქრობდა, რომ მხოლოდ განათლებულ ადამიანს შეუძლია ეჭვი შეიტანოს მისი გადაწყვეტილების სისწორეში. დღეღამის კონკრეტული პერიოდის შემდეგ კი 15 წუთზე დიდხანს საუბარი იზღუდებოდა, იმიტომ რომ ეჭვი ჩნდებოდა, ვაი თუ ახლა ესენი ამ შვენიერ საღამოს შეთქმულებას ამზადებენ. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულთანს ომანი დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებული ჰყავდა. 1962 წელს აქ იპოვეს ის, რამაც ომანის წარმატების ბაზა შეამზადა. ნავთობი. მაგრამ ესეც არ იყო საკმარისი. ჯერ ისედაც 5 მილიარდ ბარელზეა საუბარი, რაც თავის მხრივ არც თუ ისე ბევრია. მაგალითად აზერბაიჯანს 7 მილიარდი ბარელის რეზერვი აქვს, კატარს 25, საუდის არაბეთს საერთოდ 267. მეორე, უცხოური ინვესტიციები ნაკლებად შედიოდა ქვეყანაში და იქიდან რა მოგებასაც პოულობდნენ, როგორც სხვადასხვა წყაროებში წერია, არა ეკონომიკაში ინვესტირდებოდა, არამედ სულთნისა და მომპოვებელი კომპანიის ბიუჯეტში. ახლა გაიხსენეთ ყველაზე მეტად ვისი ეშინოდა სულთანს. განათლებული ადამიანების, მაგრამ ვინ შეიძლება იმ პერიოდის ომანში ყოფილიყო განათლებული, ანუ ისეთი ადამიანი, ვისაც წვდომა ექნებოდა ხარისხიან განათლებასთან, გამოცდილებასთან, ცოდნასთან და რაც მთავარია, ყველაზე მთავარი. ექნებოდა საზღვარგარეთ ცხოვრების პრაქტიკა. იმიტომ რომ სწორი კონტრასტი უნდა დაენახა, როგორ ცხოვრობს ხალხი ომანში და როგორ ცხოვრობს მის მიღმა. ასეთი კი იყო სულთნის შვილი კაბუს ბინ საიდი. კაბუს ჰქონდა ევროპული მაღალი დონის განათლება. არა მხოლოდ განათლება, ფაქტობრივად მთელი თავის შეგნებული ცხოვრება მან საზღვარგარეთ იცხოვრა. ჯერ ინგლისში სწავლობდა, შემდეგ გერმანიაში. ბედის ირონია არის ის, რომ მთელი ეს პერიოდი მასკაჩიც კი არ იყო ნამყოფი. ან რა უნდა ეკეთებინა, ხო? მაგრამ აქ თავარი მომენტი ნახეთ რა არის. დიქტატორი, რომელიც მთელი თავის ცხოვრება დასავლეთისგან ქმნიდა მტრის ხატს და სულ გმობდა, თავის შვილს განათლება დასავლეთში მიაღებინა. მამის მოწვევით შვილი დაბრუნდა ომანში, რომ ტრადიციული განათლება მიიღო და ფაქტობრივად გამოკეტეს სასახლეში. 1970 წელს ახალგაზრდა კაბუსმა უსისხლო გადატრიალება მოაწყო და თვითონ გახდა სულთანი. მისი საგარეო მხარდამჭერი იყო დიდი ბრიტანეთი. მათ ერთად ჯერ ქვეყნის დასავლეთში პატარა ამბოხი ჩაახშეს, შემდეგ კი უკვე ახალი ფურცლიდან დაიწყეს ქვეყნის შენება. კაბუსმა გააუქმა მონობა, მოხსნა დანარჩენი აკრძალვებიც, ნავთობიდან წამოსული ინვესტიციები კი პირველ რიგში შეაბრუნა ქვეყნის განათლებაში. 3 სკოლიდან 500 სკოლა გაზარდა. გახსნა საავადმყოფოები. როგორც კი ქვეყანა მოძლიერდა, სულთანმა პოლიტიკურ კურსად ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. არავის ომში ომანი მონაწილეობას არ მიიღებს, არავის დაჩაგვის სურვილი არ აქვს, არც განსაკუთრებული ამბიციები და რაც მთავარია, არ ჰქონდათ ტერიტორიული პრეტენზიები. ამ კურსმა საბოლოოდ გაამართლა, იმიტომ რომ 80-იანებიდან მოყოლებული რეგიონში სულ ომია, ან ერთმანეთში იბრძვიან, ან ერთმანეთის კონფლიქტებს აფინანსებენ. და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ომი არ იყო და ნაცვლად იმისა, რომ ვიღაცის კონფლიქტი დაიფინანსებინათ, ან თვითონ მიეღოთ მონაწილეობა, ესენი ყველასთან თანამშრომლობდნენ.
70-იანებიდან 2000-მდე მთლიანი შიდა პროდუქტი 60-ჯერ გაიზარდა. გაეროს ანგარიშში კი ვკითხულობთ, რომ ბოლო 40 წელიწადში ომანში ცხოვრების ხარისხი ნებისმიერ ქვეყანაზე მეტად გაიზარდა. აი ზუსტად ეს არის, რასაც ვამბობ. ომანი ჯუმი სახელმწიფოა, არანაირი ზედმეტი პიარი. 1970-2010 წლის შეჯამებაში ომანმა უკან მოიტოვა ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ინდონეზია, საუდის არაბეთი, სინგაპური და ასე შემდეგ. მაგრამ ამის შესახებ არც არავის გვსმენია. ხომ ასეა? სხვა ყველა დანარჩენი მსგავს პროგრესს მაქსიმალურად გაავრცელებდა, მაგრამ არა ომანი. სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ ომანში მიგრანტების დიდი შედინება დაიწყო. საუბარი არა მხოლოდ განვითარებული ქვეყნების სპეციალისტებზე, არამედ ჩამორჩენილი სახელმწიფოების მოსახლეობაზეც. ბანგლადეშელებზე, ინდოელებზე, პაკისტანელებზე ომანში ხედავდნენ გადარჩენის ერთ-ერთ გზას და ყველა აქეთ წამოვიდა. რა მოხდა შემდეგ? ახლა სადაც ვიმყოფები, ირგვლივ არის უამრავი მშენებლობა და შეგვიძლია ვისაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საკითხზე, ვფიქრობ, თქვენს ძალიან მოგეწონებათ. ეს არის ომანიზაცია. და რა თქმა უნდა, ესეც ქაბუსის იდეა იყო. არა მხოლოდ იდეა, არამედ იდეოლოგია უფრო. 1988 წელს, როდესაც ქვეყანა მეტნაკლებად წელში გაიმართა, დაიწყო ომანიზაცია. ეს ნიშნავს, რომ სამსახურში დასაქმების დროს ომანელებს უნდა მიენიჭოთ უპირატესობა. მიზეზი ისევ და ისევ გამომდინარეობს ომანის გაცხადებული მკაფიო ნეიტრალიტეტიდან. ეკონომიკა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დამოკიდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ნახეთ, დღემდე ეს კონცეფცია როგორ განვითარდა და ჩამოყალიბდა. კონკრეტულ სექტორებში გაწერილი არის კვოტები. მაგალითად, საბანკო სექტორში 90-დან 95% უნდა იყოს ომანელი. სასტუმრო ბიზნესში ეს შედარებით დაბალი არის 40-45, მაქსიმუმ 50% არის ომანელი. ჩვენ შემთხვევაში ორივე სასტუმროში, მაგალითად მასკატშიც და სავალაშიც მე ძირითადად მხოლოდ უცხოელებს ხედავდი მომსახურე პერსონალში. თავიდან შეიძლება ეს პროცესი უსიამოვნო იყო და დამსაქმებლის თვალით რომ შევხედოთ, ჩვენ შეიძლება გვერჩივნოს უცხოელი, მაგრამ მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტი. თუმცა ნახეთ, შეიცვალა საკადრო პოლიტიკა, ძირეულად შეიცვალა. სახელმწიფოს და კერძო სექტორს მოუწია ადგილობრივების უპირატესობით მიეღოთ გადაწყვეტილებები. ადგილობრივები დაესაქმებინათ, ესწავლებინათ, განევითარებინათ, გამოცდილება მიეცათ და ასე შემდეგ. რაც ჩემი აზრით ძალიან მაგარი გადაწყვეტილებაა. თან სახელმწიფო კომპანიებს, რომლებიც ომანელებს უფრო ასაქმებენ, სუბსიდიებს უკეთებს, ბონუსებს აძლევს და ასე შემდეგ. ამით ახალისებს ასევე ახალგაზრდებსაც. მათ ეუბნებათ, რომ კი, თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ აქ, ანუ ომანში, ან წახვიდეთ საზღვარგარეთ, მაგრამ დარწმუნებული იყავით თქვენ სახელმწიფოში, რომ თქვენთვის აუცილებლად, გარანტირებულად მოიძებნება სამუშაო ადგილი. ამიტომ დღეს ომანში, რა თქმა უნდა, შეხვდებით პაკისტანელებსაც, ინდოელებსაც, ბანგლადეშელებსაც, მაგრამ ომანის ცხოვრებაში მათ თავის შეზღუდული როლი აქვთ. არავინ გააგდებს, არავინ შელახავს მათ უფლებებს, არავინ დაჩაგრავს, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ადგილობრივზე წინ ისინი ვერ აღმოჩნდებიან. სხვა სიტყვებით, ომანიზაცია ეს არის შრომითი ბაზრის დაბალანსება, ადგილობრივი მოსახლეობის უნარების განვითარება და ახალგაზრდების დახმარება. საბოლოოდ, ყველაფერი მიდის ეკონომიკურ დამოუკიდებლობასთან. თქვენ შეიძლება ახლა ერთი ლოგიკური შეკითხვა გაგიჩნდეთ, რომ ომანის ეკონომიკა მაინც ნავთობზე დგას. და ნავთობ ინდუსტრია ეს სპეციფიკური სფეროა. რას გულისხმობ? შედის უცხოური კომპანია ადგილობრივ ბაზარზე, იწყებს ნავთობის მოპოვებას, ასაქმებს ძირითადად უცხოელ სპეციალისტებს და შემდეგ წინასწარ შეთანხმებული წილებით იყოფენ მოგებას სახელმწიფო და ეს კომპანია. რა ხდება ამ შემთხვევაში? ანალოგიური. სულთან ქაბუსის გადაწყვეტილება იყო, რომ ნავთობ კომპანიებმაც დაასაქმონ ადგილობრივები. თავიდან, როდესაც ახალი იყო ეს ინდუსტრია ქვეყანაში, ფიზიკურად არ არსებობდა ახლა ომანელი, რომელსაც ესმოდა, იცოდა ეს საქმე და ასე შემდეგ. ამიტომ თვალს ხუჭავდა, მაგრამ როგორც კი ქვეყანა ფეხზე წამოდგა, სულთან ქაბუსმა ამ ნავთობ კომპანიებსაც კაცრად მოუხაზა დაასაქმეთ ომანელები. კი, მესმის რომ არიციან, არ აქვთ გამოცდილება, არ აქვთ განათლება, მაგრამ ნება იბოძეთ, აიყვანეთ, თუ გინდა დააწყებინეთ ნულიდან, დაბალი საფეხურიდან, დაბალი რგოლიდან, მაგრამ ამ ხალხს უნდა მისცეთ შანსი. მხოლოდ ამ პირობებზე შეგვიძლია თანამშრომლობა ნებისმიერ კომპანიასთან. დღეს ამან გაამართლა, იმიტომ რომ ნავთობ კორპორაციებშიც უმეტესობა უკვე ომანელია. დღეს, როდესაც ომანში ხედავთ მშენებლობას, დარწმუნებული იყავით, რომ ადგილობრივებიც მუშაობენ. ტაქსის მძღოლები თითქმის 100%-ის შემთხვევაში არიან ომანელები. ეს კიდევ სხვა ამბავია, სახელმწიფოს ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ტაქსის მძღოლი უნდა იყოს ომანელი. არც ბანგლადეშელი, არც ინდოელი, არც პაკისტანელი არავინ ომანელი და რატომ? მათი აზრით უკეთესი იქნება თუ ტურისტს მოემსახურება ომანელი მძღოლი. იმიტომ რომ ის სხვანაირად გრძნობს პასუხისმგებლობას,
უკეთესად იცის ადგილობრივი კულტურა, ადგილობრივი სამზარეულო, უკეთესი რჩევის მიცემა შეუძლია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. ეს არის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. აქ სახელმწიფოს აქვს ასეთი მიდგომა, რომ ომანი უბრალოდ მდიდარი ქვეყანა კი არ უნდა იყოს, სადაც შეყრია მუშახელს და ასე ააშენებ ქვეყანას. არა, აბსოლუტურად პირიქით. მე უკვე ვფიქრობ, რომ თქვენ ამჩნევთ, ხედავთ, რომ ომას თავის მეზობლებისგან განსხვავებით აბსოლუტურად სხვა გზა აქვს არჩეული. აქ არის ასეთი ფილოსოფია, რომ ყველა ომანელმა უნდა შეიტანოს თავის წვლილი სახელმწიფოს განვითარებაში. არ იცი, არანაირი პრობლემა არ არის. ერთად ვისწავლოთ, ვასწავლოთ, დავასაქმოთ, წინ წავიდეთ, განვითარდეთ, უხელმძღვანელოთ, შთავაგონოთ და ასე შემდეგ. ყველა ომანელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა საკუთარი ქვეყნის განვითარებაში. ომანი უნდა ააშენონ ომანელებმა. მიგრანტები ომანში არიან. ხშირად შეხვდებით მათ, თუმცა თავადაც მიხვდებით როგორ პოზიციებზე და რა ტიპის სამსახურებში. კაცრი პოლიტიკის გამო არა მხოლოდ დისციპლინარული დარღვევის ეშინიათ, არამედ იმის, რომ საჩივარი არავინ დაწეროს მათზე და ქვეყნიდან არ გააძევონ. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ ზედ გადაყვნენ, ჭრდილობიანები იყვნენ, რაშიც ფულსუხდი საუკეთესოდ შეასრულონ. ის, რომ მიგრანტების მკაცრ კონტროლს ვემხრობი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვუთანაგრძნობ. მით უმეტეს ასეთ მიგრანტებს, რომლებიც გაძარცვაზე, პარაზიტობაზე და ხულიგნობაზე კი არ ფიქრობენ, არამედ დღე და ღამე მუშაობენ. ისინი ცხონი ვიღაცის იმედები არიან, ვიღაცის შვილები, ძმაკაცები, ძმები. მე მათ შევდრო იმათ ხედა, ვინც ჩემ გარშემო წავიდა საზღვარგარეთ სამუშაოდ და ვიცი, რასაც განიცდიან. ეს ბიჭი ამბობდა, რომ 150 ριალი ჰქონდა ხელფასი და აქედან 100 ბანგლადეში გზავნიდა. ასეთი ბიჭები კი ბევრი იყვნენ. პატიოსანი შრომით, გულწრფელი მზერით და გულში 1000 ოცნებით. აქედან ყველაზე ხშირი კი ოჯახის წევრების ნახვა და უფრო მეტი ფულის გაგზავნა იყო. ომანის მაგალითზე ჩანს რა არის რეალური ნეიტრალიტეტი. არა ისეთი ჩვენ როგორცაც გვაჯერებენ, რომელიც გამოწვეულია დიპლომატიური და სამხედრო სისუსტით და დაბალი პოლიტიკური კლასით, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურ სეგმენტში. არც ერთ პოლუსთან არ გამოსდით ეფექტიანი თანამშრომლობა და იმას აღნიშნავენ ტრამპმა ხელი თუ ჩამოართვა ჩვენი პოლიტიკოსებიდან ვინმეს, ან სიის მიხედვით ტრამპის გვერდით თუ მოუწია დაჯდომა და მოდით. აღარაფერს ვიტყვი იმ დაპირებაზე, რომ ტრამპი გადმორეკავს. ომანთან თანამშრომლობს ამერიკაც, რუსეთიც, ჩინეთიც, ირანიც, ისრაელიც და თურქეთიც. ეს ქვეყანა რეალურად გახსნილია ყველასთვის. არც სხვებს ალანძღვინებს თავს და არც თვითონ ლანძღავს ვინმეს. ჩუმად ჭრდილში ყველასთან თანამშრომლობით ნელა, მაგრამ მუდმივად წინ მიდის. ხალხიც ცდილობს მუდმივად ერთიანი დარჩეს და სხვა ქვეყნებისგან დამოწმულები ერთმანეთს არ ჭამენ და არ ლანძღავენ. შევძლებთ თუ არა ჩვენც ასეთი სახელმწიფოს შექმნას. შეიძლება უკეთესით შევქმნათ. ამის რწმენა და იმედი მე პირადად ყოველთვის მაქვს, მაგრამ ამ ტემპით მიზანს ბოლოდ ვშორდებით. მე შემეძლო კიდევ ბევრი რაღაც მომეყოლა. მაგალითად, სალალაში წინასწარ რომ არ დავჯავშნე მანქანა და ერთადერთი ვარიანტი, აი ეს ნისანი შემრჩა. შემეძლო მომეყოლა რისი გემო ჰქონდა აკლემის რძეს და გული ერთად აგვერია. მაგრამ ერთადერთი რასაც გეტყვით არის ის, რომ იმოგზაურეთ რაც შეიძლება მეტ. იმიტომ რომ თითოეული მოგზაურობა გზრდის, გვასაზრდოებს, სხვა თვალით გვაჩვენებს რაღაცებს, უფრო მეტს აფასებ, უფრო მეტადაც გაყვარებს საკუთარ ქვეყანას და გიღვივებს რწმენას, რომ სხვას თუ გამოსდის, შენც გამოგივა. ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ მოგზაურობის შექმნაში მონაწილეობა მიიღო, განსაკუთრებით კი პატრეონებს და ომანელებს.